მოგესალმებით თქვენ უსმენთ ეკა. კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ. ამიერიდან კომერციული ბანკები ვალდებულნი გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პირი პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. უკავშირდება თუ არა ეს ცვლილება პოლიტიკურ ვითარებას გადაცემის მეორე ნაწილში. სანდრო თვალჭრელიძესთან ვისაუბრებთ. მანამდე კი შესთავაზა თუ არა ბარაკ ობამას საქართველოს დახმარება ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. როგორც ამას რუსული წყაროები ავრცელებენ. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას დღეს გიორგი თავდგირიძისგან შევეცდებით. ჩვენი ტელეფონის ნომერია 249-460. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და კონკრეტული შეკითხვა დასვათ კონკრეტულ თემებზე. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. როდესაც ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებოდნენ, პარალელურად რუსული წყაროები, კერძოდ RTV ავრცელებდა ამ ინფორმაციას. ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ობამას ირანთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შესთავაზა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. თუმცა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მხარეებმა ისაუბრეს ოფიციალურად იმაზე, რაც იყო მათი საუბრის თემა. შემდეგ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ასევე პრეზიდენტების საუბრის თემაზე და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანი საერთოდ არ ყოფილა პრეზიდენტების საუბრის თემა. მე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? მართლა არ უსაუბრიათ ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტებს თემაზე, ირანის თემაზე ამ დაძაბული ვითარების ფონზე თუ ეს უბრალოდ იყო ის საუბარი, რომელიც შემდეგ უკვე გარეშეყურისთვის არ იყო განკუთვნილი და მხოლოდ კულუარებისთვის იყო განკუთვნილი. თეზისების სახით მივყვეთ მასში. პირველ რიგში დაძაბული ვითარება არის ირანისთვის და შემაშფოთებელი ვითარება არის რუსეთისთვის. გადაჭარბებული მოლოდინი და შიშები ქართული მოსახლეობის არის უსაფუძვლო, რომ ირანთან დაკავშირებით რაღაც მსოფლიო კრიზისი, ან რაღაც გლობალური შეერაღებული კონფლიქტი მოხდება. ესეთი სცენარი არ ჩანს. მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი სამხედრო იერიში, რომელიც დასრულდება ირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. სავარაუდოდ შედგება ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი რომელიც აუცილებელია სავარაუდოდ უკვე გადადგმულია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს. ანუ ფაქტიურად მათ ევროპა დაითანხმეს ემბარგოზე, ეს უკვე მნიშვნელოვანი მომენტია. ამ თემზე აუცილებლად მინდა რომ უფრო ცლად ვისაუბროთ. მოდით პირველ რიგში ირანის კონტექსტში პრეზიდენტების შეხვედრა, რას ფიქრობთ, იყო თუ არა ეს მათი საუბრის თემა? შემდეგ კი კონკრეტულად უნდა მივყვეთ იმ საკითხებს, რაზეც თქვენ უკვე დაიწყეთ. სავარაუდოდ საქართველოს მხარემ დაუდასტურა ამერიკას, რომ ის იქნება მისი მოკავშირე. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა. შესაბამისად ამას მოყვება თუ არა სამხედრო კომპონენტი, ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ესე ცალსახა არ არის. ანუ ჩვენ გგონია, რომ მხარდაჭერა ეს აუცილებლად ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში რაიმე ფორმით მხარდაჭერა. თუმცა გეთანხმებით, ჩვენ საკმაოდ დიდი დივიდენდები მივიღეთ ჩვენი აქტიური პოლიტიკის შესაბამისად, ანუ ის მესიჯები, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან და რომელსაც გარკვეული ქმედებები მოყვება, საკმაოდ ძვირი პოლიტიკური ფასისაა, სავარაუდოდ გარდა ავღანეთში აქტიურობისა. გარდა იმისა, რომ მართლაც მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა გვიკავია, ჩვენ პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, განაცხადიც იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ იმ ბანაკში, რომელიც ანტი-ირანულ კოალიციას ჩამოაყალიბებს. თუმცა ეს არ იქნებოდა დეტალიზირება, რომ საქართველოს ტერიტორია ღია არის ამერიკის შეერთებული შტატების წესის შემდეგ, ესე მარტივად ეს არ ხდება. ერთი არის რას, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ შემთხვევაში ორმაგად ფრთხილია, ერთი ის რა ჭირდება მას და მეორეა ამა თუ იმ ქვეყნის ესე რომ ვთქვათ ჩართვას კოალიციაში რა შეიძლება მოყვეს. ანუ ეს გახდება ამერიკის მთლიანად დასაცავი ზონა თუ არ გახდება, ანუ როდესაც საქართველოსგან რაღაცას მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები, თავისთავად გათვალისწინებულია არა მარტო ის, რომ ტერიტორია კარგია და გამოიყენოთ, გარდა ამისა, ეს რამდენად ფინანსურად ძვირი ან პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, არ დაუჯდება. თუმცა ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. მოდით ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, რამდენად რეალურია საერთოდ ირანთან სამხედრო დაპირისპირების საშიშროება და რა ფაქტორებზეა დღეს ეს დამოკიდებული. მოდი ესე ვთქვათ, ის რომ ირანის სამხედრო პოტენციალი არის საკმაოდ მაღალი და ეს შემდეგ, ეს არის გაზვიადებული. ირანს გააჩნია საკმაოდ შეზღუდული სამხედრო პოტენციალი, ანუ მას არ ყავს მიმწოდებელი, ის არის მარტო დარჩენილი. დაუშვათ საუდის არაბეთის სამხედრო პოტენციალი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე დაუშვათ ირანის. და მიუხედავად ამისა, ისრაელის სამხედრო პოტენციალი გაცილებით უფრო მაღალი შეფასებისაა, ვიდრე თქვათ საუდის არაბეთის.
საუდის არაბეთი ის ქვეყანა, რომელიც თავისი ქიანშიდა პროდუქტის 10%-ს ხარჯავს სამხედრო ბიუჯეტზე. მან სულ ახალხანს დაასრულა მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დაახლოებით 60 მილიარდის თანამედროვე ავიაციის საშუალებებს მიიღებს, მაგრამ ეს არ არის ბოლო სიტყვა, ესე რომ ვთქვათ. ანუ დააბალანსა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელსაც მიაწოდა შესაბამისი ტექნიკა და შეერაღება, ოღონდ ისრაელის ესე რომ ვთქვათ თანამედროვეობა ის ტექნიკა, რომელიც მიაწოდეს, უფრო მაღალია ვიდრე საუდის არაბეთს. ეს ის ქვეყნებია, რომელიც როდესაც ქმნიან სამხედრო მანქანას, ან გადაიარაღებენ, ყიდულობენ ძვირადღირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს. განსხვავებით ირანისა, რომლის მიმწოდებელი არის ჩამორჩენილი საბჭოთა რუსეთი, ჩინეთი, რომელიც პლაგიატია და მოპარულ რუსულ ტექნიკა აქვს გადაკეთებული, ან მას თავისი ორიგინალური თანამედროვე ტექნოლოგიები ნაკლებად აქვს, ხოლო მისი მეზობელი ინდოეთი თვითონ არის მოხმარებელი ამერიკის შეიარაღების და ტექნიკის, ასე რომ ის როგორც მიმწოდებელი არ ვარ. აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია, რომ ირანს კონდეს თავისი ავტონომიურად მას ერთ სახელმწიფოს კონდეს რაღაც გარღვევები ტექნოლოგიურ სფეროში. აქედან გამომდინარე, თვითონ როგორც სამხედრო მანქანა ირანის ერთ-ერთი მისი, ესე რომ ვთქვათ, საიშროება იმ შემთხვევაში დადგება, თუ ის მოასწრებს და შეძლებს ურანის გამდიდრებას და შექმნის ბირთვულ ქობინებს. თუმცა სხვადასხვა პროგნოზები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთი პროგნოზით მაისისთვის აქვს შესაძლებლობა ირანს კონდეს გამდიდროს უკვე ატომი და კონდეს ბირთვული იარაღი. გუშინ გავრცელდა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მათ დაახლოებით 1 წელი შეიძლება კიდევ სჭირდებოდეს. არიან ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ირანს ასეთი იარაღი უკვე აქვს მზად. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ დაუკვირდებით იმ ასე ვთქვათ გაპიარებულ რაკეტებს, რომელსაც ირანი აპიარებს, ანუ მიწა რაკეტები, რომელიც მას სურს გამოიყენოს როგორც ამ ბირთვული იარაღის მიმტანად და მის ამ რაკეტების შესაძლებლობა ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ მას რაიმე გარღვევა კონდეს ურანის გამდიდრების საკითხში. ძალიან ზოგადი პროპორცია, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი რაკეტები ხოდ გაპიარებულია, ხოლო მისი ბალისტიკური მაჩვენებლები, ხარისხი, დაცულობა, ვთქვათ, ანტისარაკეტო სისტემებისგან იმდენად დაბალია, რომ ხოდ პიარი არსებობს. აქედან გამომდინარე, ანუ მას არ აქვს ისეთი სამეცნიერო ბაზა, რომელიც შეძლებს დაუშვათ, ანუ თუ აქ აქვს გარღვევები, ანუ მიუხედავად იმისა, მას თანხები გააჩნია, სავარაუდოდ არც ბირთვულ, ესე რომ ვთქვათ, ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პროგრესი. ძალიან ძნელია ურანის გამდიდრება, ანუ ერთია მისი გამოყენება დაუშვათ ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც 2011 წელს უნდა გაშვებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ გაშვებული არ არის, ანუ აქაც კი, რომელსაც არ ჭირდება იმდენად ძვირადღირებული პროცედურა, როგორც ირანის ბოლომდე გამდიდრებას, ანუ 95%-იან გამდიდრებას, მიუხედავად, ანუ იქაც კი პრობლემები აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა არსებობს ხიფათი, არსებობს გარკვეული პოტენციური ალბათობა იმისა, რომ ის შექმნის ადრე თუ გვიან ბირთვული იარაღს, მაგრამ ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ მას ეს კონდეს. შესაბამისად, ეს უფრო პიარის თემა არის, თუმცა ისრაელისთვის პიარის რისთვის მაშინ ასე დავსვათ საკითხი, რადგან ამ პიარმა შეიძლება მიიყვანოს ომამდე სახელმწიფო. ხო, ნუ ახლა ირანის პოლიტიკა უგუნურია. თან ირანი საკმაოდ მდგრადია გამოწვევების მიმართ. მაგალითად, ეხლახანს, როდესაც ევროპამ მიიღო სანქციები ირანულ ნავთობთან დაკავშირებით, ასეთი რამ არის სანქციების ერთ-ერთი ნაწილი, რომ იმ ქვეყნებს, ვისაც უკვე ჰქონდა ირანთან გაფორმებული კონტრაქტი, კონტრაქტის დასრულებამდე შეეძლოთ მიიღოთ ირანისგან ნავთობი. თუმცა ირანმა თავად გადაწყვიტა ამ ქვეყნებისთვისაც შეეწყვიტა ნავთობი. ანუ ის საპირისპირო გამოწვევით შეხვდა გამოწვევას ევროპისგან. ეს ჩემი სფერო არ არის, თუმცა მე მქონდა შესაბამის ადამიანებთან საუბარი, დღეს სოფლიოში არის ჭარბი ნავთობი. ანუ ის, რომ ირანი თქვა თავის ნავთობს მიწოდებას შეწყვიტავს, ეს ამას შეიძლება აზარალოს მხოლოდ ჩინეთი. თუმცა მე ვამბობ ამას იმ თვალსაზრისით, რომ ირანი ასე ვთქვათ არ უფრთხის გამოწვევებს. თუ ის არ არის მზად სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაშინ ვერ ვიტყვით იმას, რომ ირანი ფრთხილად ეკიდება ამ პრობლემას და სურს რამენაირად თავიდან აიცილოს სამხედრო დაპირისპირება, ამას გულისხმობ. თქვენ ახლა მთხოვთ მე შევაფასო ირანელი პოლიტიკოსების როგორ გითხრათ ახლა ლოიკური ჯაჭვი, საკმაოდ ძნელია. ალოგიკური იყო თუნდაც ირან-ერაყის ომი. ალოგიკური იყო ამ ომის დროს ირანის მოქმედება, როდესაც მან მოახერხა ყველა გადაიმტერა და ფაქტიურად მარტო დარჩა ერაყის წინააღმდეგ. ანუ მე შემიძლია სამხედრო თვალსაზრისით შევაფასო, რამდენად კი
კი თუ არა, მაგრამ მათი ლოგიკა ალბათ ირანისტია საჭირო, რომელიც ამაზე უფრო დეტალურად ისაუბროს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიახ, მას სურს სახელმწიფო ჩამოყალიბდეს, მას გააჩნია გარკვეული ფინანსური რესურსები, ანუ ზედმეტი ფინანსური რესურსები და როგორც წესი, როდესაც ზედმეტი ფინანსები არის, ხოლო სახელმწიფო არის თეოკრატიული ან თუნდაც ვთქვათ დემოკრატიის ნაკლები დონია, არის მიდრეკილი ესეთი სახელმწიფოები შეიარაღების და სამხედრო მანქანის გაძლიერებისკენ. და როგორც წესი, სადაც არსებობს თოფი, ეს თოფი ამ თოფმა უნდა გაისრულოს, ხოლო შესაბამისად, თუმცა სამხედრო მანქანას ქმნის, სამხედრო მანქანა ითხოვს მოქმედებას თავისთავად. და ეს შემდგომ თავისთავად პოლიტიკოსებს წაახალისებს, რომ იყვნენ აგრესიულები. თუმცა როდესაც ერაყი იწყებდა 80-იანი წლების დასაწყისში სამხედრო მოქმედებას ირანის წინააღმდეგ, მას გათვლილი ჰქონდა, რომ ორ თვეში ეს ომი უნდა დაამთავრებულიყო სრული წარმატებით და ესე შემდეგ. თუმცა ეს ომი გაგრძელდა 10 წლის განმავლობაში და ერაყმა ვერაფერი ვერ მიიღო და ყველაფერი დასრულდა იმით, როგორც დაიწყო, ანუ საზღვრები არ შეცვლილა და სტატუს კვო აღდგა. ხო, ანუ აქედან გამომდინარე ეს არნიშნავს, რომ ერაყს ჰქონდა ძალიან დიდი სამხედრო პოტენციალი, უბრალოდ მან ჩათვალა, რომ აქვს იმხელა სამხედრო პოტენციალი, რომ ითამაშოს. თან რუსეთი ხო, ანუ რუსეთი როგორც წამქეზებელი, ჩინეთის ფაქტორი, რომელიც ფაქტიურად ზეპირი განცხადებები აქეზებს ირანს, თუმცა რეალობაში თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს ცალსახა პოზიცია აქვს ირანთან დაკავშირებით, ხომ ასეა? ვერ ექნება, რა თქმა უნდა. რუსეთიც და ჩინეთიც იმედად მიბმულია ამერიკის შეერთებულ შტატებს და გლობალურ ეკონომიკაზე, რომ მათი რაღაც ქმედებები აქტიური ალბათ გამორიცხულია, იმიტომ არც ერთ არა აქვს იმის პოტენციალი, რომ სამხედრო მოქმედებები, ძვირადღირებული სამხედრო მოქმედებები აწარმოოს, წარმატების შემთხვევაშიც კი მათ შიდა პოლიტიკური ბალანსი შეიძლება დაერღვათ. ანუ აქ ხო არ არის მხოლოდ საგარეო ფაქტორები, ანუ ერთია როდესაც ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები თუ შეიჭრება ჩინეთში და ჩინეთის მოსახლეობის მობილიზების დონე და მეორეა როდესაც ჩინეთი იმის გამო რომ სადღაც ირანში რაღაც პრობლემებში ერევა, ამის გამო ვთქვათ არასტაბილურობა შეიქმნას მის ტერიტორიაზე. ანუ ეს გადაბმულია ყოველთვის და როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები სამწუხაროდ ძალიან ზოგადად, ძალიან ზედაპირულად და ცალსახად რაღაც რეპლიკებს ისვრიან, ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ამში ერთ მხრივ ვიღებთ დაზაფხულ მოსახლეობას. დიახ. იმიტომ რომ მათ ინფორმაციას ფაქტურად ისინი პოლიტიკოსების პირიდან იღებენ და გაურკვევლობას და გაუგებრობას. კიდევ ერთხელ, აი მარტივი ყველაზე ღმერთმა უკნას ეს ომი დაიწყოს ამ შემთხვევაში ჩვენ დავიღუპებით და ესე შემდეგ. ეს არის ძალიან ზოგადი ფრაზები, ეს შეიძლება ისაუბროს რომელიმე სოფელში. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება თუ არა რაიმე საფრთხე საქართველოს მხარეს იყოს. მანამდე კი მაყურებელს მოусმინოთ ბატონო გიორგი, გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? ეთერში ხართ, გამარჯობათ. პრობლემაა როგორც ჩანს ართან დაკავშირებით. დაუბრუნდეთ, კი ბატონო, დაასრულეთ. პოტენციალი დავასრულოთ. აუცილებლად. ფაქტიურად ირანი როგორც ასეთი პრობლემა, ანუ მისი ამბიცია ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონალური ზესახელმწიფო არის წინამდებობაში მოდის როგორც ისრაელთან, როგორც ასეთთან, ასევე თურქეთთან და საუდის არაბეთთან და გარკვეულწილად ერაყთანაც კი. თუმცა ნუ ერაყი ჯერჯერობით სუსტი სახელმწიფო, მას არ შეუძლია ჯერჯერობით რაიმე პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, გავლენა მოახდინოს ირანზე როგორც სამხედრო ძლიერი სახელმწიფო. მაგრამ გარდა ამისა არსებობს არაბული სახელმწიფოები, რომლებიც არც ისე სიმპათიურად არიან განწყობილი ირანის მიმართ და აქედან გამომდინარე რეგიონშიც კი ირანს არ აქვს მხარდაჭერა. შესაბამისად, რუსული მხარდაჭერაც ძალიან შეზღუდულია, ანუ რუსები ესეთ ავანტიურისტულ პოლიტიკას არ ახორციელებენ მიუხედავად მათი ზეპირი განცხადებისა, მათი პოლიტიკოსებისა. საქმეზე რომ მიდგება, იგივე ის ატომური ელექტროსადგური, რომელიც თითქოს რუსები დაეხმარნენ, ჩვენ გვახსოვს რუსების თავაზებები, რომლებიც ცდილობდნენ ჩეხიდან გამოსავალი მოეძებნათ, დაუშვათ და სთავაზობდნენ, ჰქონდათ გარკვეული შეთავაზებები ირანის მიმართ. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსეთი როგორც შუამავალი არავის არ აინტერესებს, ანუ ფაქტორი რუსეთი არ შედგა, გადატვირთვის პოლიტიკამ კრახი განიცადა, იმის გამო რომ თქვათ რუსეთს სხვა პოლიტიკური მოთხოვნები და გემოვნება აღმოაჩნდა, აქედან გამომდინარე ირანთან დაპირისპირების პირობებში რუსეთს არავინ არ აქცევს ფაქტორად. ამიტომ არის საქართველოს მნიშვნელოვანი, საქართველოს მნიშვნელოვანი არა როგორც სამხედრო პლაცდარმი, არამედ როგორც შემაკავებელი ფაქტორი. რუსეთს თუ ექნება პირდაპირ კავშირი სახმელეთო კავშირზე მაქვს ლაპარაკი ირანთან, ანუ ის ღერძი რუსეთი, საქართველოს, სომხეთი, ირანი შედგება, ამ შემთხვევაში რუსეთი გარკვეულ ფაქტორს ალბათ ანუ სავაჭრო თემა მას ექნება, მაგრამ თუ საქართველოს ამ რგოლიდან ამოვარდება, რუსეთი როგორც სამხედრო ეკონომიკური სხვა ფუნქციას კარგავს? რა თქმა უნდა, ირანთან მიმართ, ანუ ამ კონფლიქტში ვერანაირ დივიდენდს ვერ იღებს. განსხვავებით საქართველოსი, რომელიც უზარმაზარ დივიდენდებს უკვე მიიღო და ეს დივიდენდები მალე გამოჩნდება. ამაზე შემდგომ ვისაუბროთ, მაგრამ აქედან გამომდინარე, საქართველოს როცა არის საუბარი, ლაპარაკი არა როგორც სამხედრო მოკავშირეზე,
პოტენციალში სამხედროზე, მაგრამ არა როგორც საბრძოლო მოქმედებაში მხარდაჭერი, არამედ როგორც პოლიტიკური კოალიციის შემადგენელი, როგორც პოლიტიკური ნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს რაიმე ტიპის, ესე რომ ვთქვათ, სამხედრო აქტიურობის შემთხვევაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზეც, რა სახის იქნება სამხედრო აქტიურობა. თუმცა ამაზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად საქართველოს როლი იქნება დავასრულოთ. ჩვენ მართალია ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ვართ ირანის მეგობარი და გვაქვს მათთან უვიზო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ხომ არ შეიძლება იყოს რაიმე დამატებითი საფრთხეები კონფლიქტის შემთხვევაში, თუნდაც დევნილები, რომლებიც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ეს თემა მართლაც ძალიან თემის იწვევს, იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, მეგობარი ძმაკაცი უვიზო რეჟიმი ხომ გვაქვს ეს ხომ ფაქტია. ვისაუბროთ, დიახ, ესეთი რეალ პოლიტიკოსები ასეთ თემებზე არ საუბრობენ, ანუ არის ინტერესი. საქართველოს გააჩნია თავისი ინტერესი. აი რა ინტერესი იყო, როდესაც უვიზო რეჟიმი შემოიღო ხელისუფლებამ ირანთან. არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც გარკვეულ ხნის განმავლობაში გრძელდება. აი მაგალითი, ძალიან მარტივი მაგალითი. ფინეთი, რომელმაც შექმნა ეგრეთ წოდებული სკანდინავიური ანტანტა ნორვეგიასთან და შვედეთთან, მაგრამ როდესაც 39 წელს მოხდა საბჭოთა კავშირი, ფინეთის ომი დაიწყო, შვედეთმა, რომელიცაც სამოქალაქო ხელშეკრულება აკავშირებდა ფინეთთან, არ გაუხსნა გზა ინგლისურ სამხედრო ტვირთებს, რომ ფინეთამდე მომხდარიყო. ანუ აქ ხო იმას ხო არის ლაპარაკი, რომ ფინელი და შვედი აღარ ძმაკაცობდნენ, თუ ესეთ იმაში გადაიყვანეს. არა, პოლიტიკურ მეგობრობაზე მაქვს. ხო, ანუ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, შვედებმა უარი თქვეს სამხედრო ტვირთების გატარებაზე. თავისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ საქართველოს დღეს თუ აქვს უვიზო რეჟიმი ირანთან, ხვალ კონფლიქტის შემთხვევაში მას თავისი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ის აღმოჩნდეს სხვა ბანაკში. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ დაცულება მოხდეს თუნდაც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით? კი, თავისთავად. უვიზო რეჟიმი არაფერს არ წყვეტს. უვიზო რეჟიმი ეს არის მშვიდობიან პერიოდში ურთიერთობის ფორმა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ კოალიციაში და საომარ ვითარებაში ხართ, თქვენი რეჟიმი მუდმივად შეიძლება საგანგებო ვითარებიდან ფორს-მაჟორიდან გამომდინარე შეიცვალოს. მაგრამ თავი რა არის? კიდევ ერთხელ, ჩვენი როგორც სახელმწიფოს, ჩვენ ქართველები საქართველოს უყურებთ როგორც გაჭირებულ რაღაცა სახელმწიფოს, რომელიც არ შედგება, ეს არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ჩვენ რეგიონში გვაქვს ჩვენი ინტერესი, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესის პირდაპირ ემუქრება რეგიონში ბირთვული სახელმწიფოს წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენ ხვდებით ამ კოალიციაში. გარდა იმისა, რომ თქვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ შემდეგ. ჩვენ ამ კატეგორიებით უნდა მივეჩვიოთ აზროვნებას, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესი გაგვაჩნია. ის რომ რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს მეკავშირე ირანთან შესაბამისად ჩვენ ინტერესია რომ ჩვენ აღმოჩნდეთ საწინააღმდეგო ბანაკში და ამ საწინააღმდეგო ბანაკის პოტენცია გამოვიყენოთ რუსეთის საწინააღმდეგო ამ პირიქით რუსეთმა გამოიყენოს თავისი პოტენციალი თუ საქართველოს დაპირისპირებულ მხარეს აღმოჩნდება არ არის ამის შეშვება მაგრამ ყველაფერს ვერ მოვიცავ რუსეთს ანუ ჩვენი გაძლიერება ნიშნავს რუსეთის დასუსტებას. რატომ არის ასეთი პირდაპირ კავშირი? იმიტომ რომ რუსეთის ან რა იგულისხმება ამ შემთხვევაში საქართველოს გაძლიერებაში? საქართველოს აქვს ორი პრობლემა. ანუ მისი სამხედრო პოტენციალი დღეს არის ძალიან სუსტი, ანუ მით უმეტეს 2008 წლის შემდგომ და ნებისმიერი პირდაპირ მა რომელიმე სამხედრო ბლოკთან ანძლიერებს სახელმწიფოსთან ეს ნიშნავს მისი თავდაცვის პოლიტიკის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას. რუსეთს იმ პოტენციალის დამარცხებაც კი, რომელიც 2008 წელს გაგვაჩნდა ავტონომიურად მარტო და ყოველგვარ დახმარების გარეშე გაუჭირდა, საკმაოდ გაუჭირდა, რომ არა. რის საფუძველზე ამბობთ ამის რამდენიმე დღეში დასრულდა ომი? არა. დასრულდა იმის გამო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ომის დასრულება. რუსეთს პოლიტიკური გადაწყვეტილება ვისი მხრიდან? საქართველოს მხრიდან. ანუ საქართველოს დაასრულა ომი და არა რუსეთმა? დიახ, და მარტო რა ძალიან საკმაოდ თემაა. თუმცა ევროპა ცდილობდა რუსეთის შეჩერებას, მე მახსოვს, მთელი მოლაპარაკებები მიდიოდა რუსეთის ხელისუფლებასთან და არა საქართველოს. ეგ არის პრობლემა, რომ მე მარტო მიწევს ყველა თემაზე საუბარს და ჩვენი პოლიტიკოსები არ იხელებიან ხმად. რუსეთმა შეაფასა თავის ქმედება. ანუ იგივე სამეთაურო სწავლებაზე არანაირი ომი არ ხდება. მაგრამ სამეთაურო სწავლების დროს როცა ჯარები მოქმედებს, შემდგომში როცა შედეგებს აფასებენ, იქ იდება რომ უარყოფითად შეფასდა, არა იმიტომ რომ ომი წააგეს, არამედ იმიტომ რომ მათ დაინახეს ხარვეზები, რა ჭირთ მათ ჯარს. რუსებმა უზარმაზარი ხარვეზები აღმოაჩინეს, ანუ აქ ლაპარაკი არა ვინ გაიმარჯვეს, ეს ხო ჭადრაკის პარტია არ არის. ანუ უზარმაზარი ხარვეზები აღმოაჩინეს თუ მათ სამხედრო მანქანას რა ჭირდა. რომ ისინი ბედზე ეკიდნენ საქართველოს სამხედრო მანქანას, ოდნავ დიდხანს რო გაეძლო, რუსეთის სამხედრო მანქანა ფაქტურად იშლებოდა. რუსეთის სამხედრო ნაწილების მეთაურები უარს აცხადებდნენ ტერიტორიის დატოვებაზე და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე და ხრულოვს მოუწია პირადად მას
არმიის მეთაურს გაწყლოდა თავის არმიას. თუმცა მათ ყავდათ მძლავრი ავიაცია, ბატონო გიორგი. არა, არ თქვა მძლავრი ავიაცია რა ქვია. ისინი ბომბავდნენ დედაქალაქს. დიახ, მოდი ესე ვთქვათ, რუსეთის ავიაციის საუკეთესო ეგზემპლარები ეს არის მესამე თაური. და ეს შეიძლება გაგრძელებულიყო. ესე არა, მარტივად, მოდი ესე ვთქვათ, თუ დამიჯერებთ, ანუ სხვა მაშინ ოპონენტად მომიყვანეთ სამხედრო, რომელსაც მიმჯერებთ. მესამე თაობის ავიაცია გააჩნია რუსეთს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ამ ავიაციის წინამდე სტინგერებმა იომეს ავღანელმა გლეხებმა სტინგერებით რუსული ავიაციის პოტენციური შესაძლებლობა შეზღუდეს 300 გასროლიდან 280 დაზიანებით. აქედან გამომდინარე საქართველოს კიდევ ერთხელ ეს იყო სამდღიანი ქმედება და არ გაგრძელებულა. ანუ ჩვენ არ ვიცით ომის შედეგები, ანუ ჩვენ ვიცით რომ 3 დღის განმავლობაში გარკვეული მანევრები ჩაატარა რუსებმა და ოკუპაცია მოხდა ქართულ ტერიტორიაზე. პოლიტიკურმა ისე ვთქვათ ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება მიზეზთა გამო და ამ მიზეზზე შეიძლება საუბარი უარი თქვის ბრძოლის გაგრძელებაზე. ანუ ესე არ ჭირს და არა იმიტომ რომ ჩვენ სამხედრო მარცხი ვიწვნიეთ. აქედან გამომდინარე ის დაბომბები რომელიც განახორციელა რუსებმა ეფექტი მითხარით, ანუ რა დაგვინდა ეფექტი ტერიტორიები არის ოკუპირებული 20% ეს არის პოლიტიკური, ანუ ეს არის ომი დასრულდა წაგებით. მე ჩვენ ამბობთ საბრძოლო პოტენციალის შეფასებაზე. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს დაუშვათ პოტენციაში ახლო მომავალში აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს რუსების აგრესია. კი, ანუ ერთ-ერთზე თანაბრად გაუწიოს კონფლიქტი. ძალიან საინტერესო თემაა, ეს ალბათ ცალკე საუბრის თემა, მოდით მაყურებელს მოვუსმინოთ. და ამას ციფრებით შეიძლება ლაპარაკი, ეს არ არის ზოგადი განცხადებები. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ისევ ხარვეზია ზართან დაკავშირებით. კარგით, დავუბრუნდეთ ისევ ირანისა და დასავლეთის კონფლიქტის თემას. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება იყოს ნატო, თუმცა რასმუსენი კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ ნატომ შეიძლება რაიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს, ეს შეიძლება იყოს ისრაელი. როგორი სახის შეიძლება იყოს კონფლიქტი, ბატონო გიორგი, რადგან რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება მხოლოდ საჰაერო დარტყმები, გაეროს რეზოლუციის გარეშე საუბარი რაიმე სამხედრო ქმედების დაწყებაზე ზედმეტია. ხო, არც არის საჭირო, დაუშვათ იგივე ერაყის წინამდე მოქმედებისგან განსხვავებით, სახმელეთო ოპერაცია იყო დაგეგმილი და შედეგები იცით, ხო, 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ ასეული დაღუპული ჯარისკაცი, ვთქვათ, ამერიკის უბრალოდ კოალიციის მხარეს და სულად განადგურებული საკმაოდ მძლავრი ერაყული არმია, ანუ რაოდენობრივი თვალსაზრისით. და ის არ ჩამოვარდებოდა ირანს, ანუ იმ ომში ირანი და ერაყი, ანუ სტატუს კო, თანაბარი ძალები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ეს სახმელეთო ოპერაციაზე თუ იქნება საუბარი, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია დაგეგმილი არ არის ირანის წინამდე, არც არის ამის საჭიროება. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, რომელიც სადაც მიმდინარეობს ურანის მოპოვება, მოპოვებაც, გამდიდრებაც და სამეცნიერო, ანუ ის სადაც ხდება სამეცნიერო სამუშაოები, ის სადაც შეიძლება მოხდეს ქართული ციკლით ურანის გამდიდრება და ის სადაც ხდება ორი საბადო აქვს, მე მგონი თუ არ ვცდები ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, სადაც ხდება ურანის მოპოვება როგორც ასეთის. და პლუს იმ საშუალებების იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელთაც შეიძლება საპასუხო დარტყმა იქნეს მიყენებული ისრაელის ან ამერიკის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ ლოკალური ოპერაციები, ანუ ცნობილია სად რა არის და როგორ არის განლაგებული და შესაბამისად მათი განადგურება საკმაოდ ადვილად შეიძლება ერთი ან რამდენიმე იერიშის საშუალებით. საიდან განხორციელდება, ეს არის თავისთავად მეხუთე ფლოტი, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება, ანუ მის შემადგენლობაში გადადის ახალი და ახალი მცურავი საშუალებები და შესაბამისად იმ ავიაციის საშუალებით, რომელიც დისლოცირებულია იმ ავიამზიდებზე, რომელიც მეხუთე ფლოტის შემადგენლობაშია, იმ გემ საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომელიც მეხუთე ფლოტის გემებს გააჩნია და ესე შემდეგ, საკმარისია იმისთვის, რომ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდეს ერთ ან რამდენიმე დარტყმის შედეგად. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს გაგრძელდეს, ვთქვათ, 10 დღე, 12 დღე, ვთქვათ, 1 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ თავის დაზღვევის აუცილებლობიდან გამომდინარე. ანუ პირველივე დარტყმა ეს იქნება მომაკვდინებელი იმის, რომ არ მოხდეს საპასუხო დარტყმა. ბატონო გიორგი, ზარია ჩვენს ეთერში, მე ახლა მაინც შეძლებს მაყურებელი დასვა შეკითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ალო. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, ეთერში ხართ. სტუმართან მაქვს შეკითხვა. კი ბატონო. ერთი რამ მინდა გკითხოთ. როცა ადამიანი პოლიტიკაში მოდის, თანაც პრეზიდენტად. ერთი რამ მინდა გკითხოთ. რუსეთ საქართველოს ომის დროს შეეძლო თუ არა სააკაშვილს და კი არ შეეძლო თუ არა რუსეთის ანკესი არ წამოგებულიყო და ამდენი ბიჭები არ ჩაეხოცა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ხომ თავისუფლად შეეძლო.
დიდი მადლობა შეკითხვისთვის. არ მგონია რომ ეს არის ჩვენი საუბრის თემა, თუ გნებავთ შეგიძლიათ. არა, მოკლედ უპასუხეთ. კი ბატონო. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, პრეზიდენტი, რომელსაც როცა საჭირო იქნება, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მანქანის ამუშავების შესახებ. პრეზიდენტი, რომელიც არის გულჩვილი, რომელსაც არ შეუძლია ესეთი გადაწყვეტილების მიღება, ესეთი პრეზიდენტი საქართველოს არ ჭირდება. სამწუხაროდ პოლიტიკოსები, რომლებიც პაციფისტური იდეებით, ესე ვთქვათ, მოდიან ხელისუფლებაში, ჩათვალეთ, რომ ისინი იქნებიან კასტრირებული პოლიტიკოსები და შესაბამისად თუმცა არის ქვეყნები, რომლებსაც აქვს ნეიტრალიტეტი. იგივე შვეიცარია შეგვიძლია გავხსენოთ მეორე მსოფლიო ომის დროს. შვეიცარიას ერთ-ერთი საუკეთესო არმია ყავს და მის ხელმძღვანელობას თუმცა ის არ ერთვება სამხედრო კონფლიქტებში, ხო? ეს არის პრაქტიკული მიმდინარეობა, ეს არის პაციფიზმი სწორედ, როდესაც ქვეყანა ცდილობს მით უმეტეს საქართველოს არის გეოპოლიტიკური ვითარების ქვეყანა, რომ არ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. შვეიცარია არც გაეროს წევრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მსოფლიოს გასაგებია, თუმცა ჩვენ ვიცით რა დანაკარგით დამთავრდა ეს ომი საქართველოსთვის. კარგით, მე მინდა დაუბრუნდე უბრალოდ გადავიდე კიდევ ერთ თემაზე, ობამასა და სააკაშვილის შეხვედრიდან გამომდინარე. ეს არის უსაფრთხოების თემა, რომელსაც ასევე დაეთმო საკმაო ადგილი პრეზიდენტების საუბრის დროს. თუმცა აქცენტი არ გაკეთებულა ბატონო გიორგი საქართველოსთვის იარაღის შესყიდვის ნებართვის მიცემაზე. მე გავიხსენებ კონგრესის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კონგრესმა დაუშვა ის, რომ საქართველოსთვის განახლდეს იარაღის შესყიდვის უფლების დაბრუნება, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ ეს არ ჩათვალა ამის განხორციელება საჭიროდ. მე მაინტერესებს თქვენი აზრით პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ შეიძლება თუ არა რაიმე ამ მიმართულებით, რადგან ეს ცალსახად არის პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება. მოდით კიდევ ერთხელ კენჭებს ვისვრით ჩვენ ოპოზიციის მხარეს, იმიტომ რომ მათ არასწორად შეაფასეს თუ რა გააკეთა ობამამ. ანუ შეაფასეთ თქვენ. ობამას არ უთქვამს, რომ ის მას არ განუცხადებია, რომ ის წინამდებია საქართველოს იარაღი მიაწოდოს. არა, მან ამ ეტაპზე არ ჩააყარა ეს საჭირო. მან უბრალოდ ბიუჯეტში არ ასახა. ანუ აქ ლაპარაკია ორ ელემენტზე. ერთია, რომ ჩვენ მივიღეთ უფლება, ანუ პოლიტიკური ნება სენატმა გამოხატა და ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ შეიარაღება. პრაქტიკული შედეგის თვალსაზრისით ვისაუბროთ, თუ ბიუჯეტში აისახებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ობამას ბიუჯეტში თუ ასახავდა, მას უნდა ეყიდა თავის ფირმებისგან და საქართველოსთვის უნდა გადმოეცა საჩუქრად. მაგრამ არსეთი პროექტი შეიარაღების საკითხში ესე სწრაფად არ ხდება და ესე მარტივად. იგივე იროკეზების პროექტი, აი გავიხსენოთ, ხო? საქართველოს 3 წლის განმავლობაში თუმცა ომამდე რამდენთაც მახსოვს საქართველოს არ ქონდა პრობლემა ამ თვალსაზრისით. ეს შევანაძის დროს ხდება, ანუ პროექტის მომზადება სჭირდება მინიმუმ 1 წელი. ანუ როდესაც წვრთნის დაღჭირვის პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილებაზე იყო საუბარი, მას 2 წელი დაჭირდა, ანუ პირველი 1 წელი ეს იყო ურთიერთობების დაალაგება, შემდგომ იყო ეგრეთ წოდებული ესესმენტი, რომელიც შედეგი იყო შეფასების, საქართველოს შეერაგებულ ძალებს აჭირდებოდა, ამის შემდგომ დაახლოებით რამდენიმე თვე დაჭირდა, 6 თვე დაჭირდა იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩამოყალიბებულიყო და შემდეგ ახალ საფინანსო წელი როდესაც დაიწყო ბიუჯეტში აისახა და ჩვენ გასაგებია, მაგრამ იარაღის შესყიდვას რაც შეეხება, მე ნამდვილად არ ვარ ღრმად ამაში და არა შესყიდვის უფლებაზე. ჩვენ შესყიდვის უფლება ფაქტობრივად პოლიტიკური ნება გვაქვს. უფასოდ გადმოცემის უფლებაზე იყო საუბარი. ობამამ არ ჩათვალა სავალდებულოდ, რომ უფასოდ ამ ეტაპზე გადმოეცა საქართველოს შეიარაღება. ეს იყო, როდესაც ბიუჯეტი მტკიცდებოდა. პლუს ამას მაგრამ სად არის ასახული ის, რომ საქართველოს დღეს აქვს სამხედრო იარაღის შესყიდვის, თავდაცვითი იარაღის შესყიდვის უფლება ამერიკისგან? ეს არის სენატის გადაწყვეტილება, ანუ სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჭირდება თავდაცვითი შეიარაღების კომპლექსი. მაგრამ ვეტო არ დაუდვია, მაგრამ სწორედ ეს არ ჩათვალა პრეზიდენტმა ობამამ აღსასრულებლად საჭირო რამდენად ჩემთვის ცნობილია. ვეტო დაადო კანონ პროექტს, რომელიც უნდა დადებოდა ბიუჯეტის, ანუ ბიუჯეტის იმ ნაწილს დაადო ვეტო, სადაც უნდა ასახულიყო საქართველოს იარაღის მოწოდება, ანუ ნებართვას ფული არ ჭირდება, ანუ ნებართვა პოლიტიკური ნება გამოიხადა, ხოლო თქვენ გინდათ ახლა თქვათ, ამას აუცილებლად დავაზუსტებ შემდგომ უკვე თვითონ კანონმდებლობის თვალსაზრისით, თქვენ გინდათ თქვამთ, რომ ობამამ ვეტო დაადო მხოლოდ ერთ ნაწილს, რომელიც უნდა ასახულიყო ბიუჯეტში და დღეს საქართველოს ოფიციალურად აქვს უფლება ამერიკისგან შეისყიდოს თავდაცვითი იარაღი? მოდით ესე ვთქვათ. შესყიდვაზე ვსაუბრობთ. ლიცენზია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ცალკე გაიცემა. ანუ პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნებაზე ვსაუბრობთ. ანუ ობამა თანახმა იმაზე, რომ საქართველოს მქონდეს უფლება შეისყიდოს ამერიკისგან თავდაცვითი იარაღი. მოდით ახლა სხვა მაგალითს მოგიყვანთ. კი თუ არა ეს მიპასუხეთ ჯერ. ცალკეულ შემთხვევაში ცალკეულ გადაწყვეტილებას მიიღებს ობამა. ანუ მას უარი არ უქმნის. ანუ თითოეული ფირმისგან საქართველოს რომ გადაწყვეტს იარაღის შეყიდვას ობამას უნდა შეუთანხმო? დიახ, ისე როგორც გერმანიაში. აი მაგალითად მაგალითს მოგიყვანთ. ამ გერმანიამ უარი თქვა ამერიკისთვის, თურქეთისთვის მიეყიდა 1000 ლეოპარდ 2. ეს იყო რამდენიმე ათეული მილიარდიანი პროექტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია უარს ამბობდა თურქეთთან იარაღით ვაჭრობაზე. კონკრეტულად ამ აქტს პოლიტიკოსებმა ანუ ყველა ესეთი სიტუაცია ცალკე განხილვის თემაა ხოლმე. ამაზე თქვეს უარი. თუმცა შემდგომ რამდენიმე თვის შემდგომ უკვე პოლიტიკოსებმა ისევ იმჟელეს და არა მოდით საქართველოსთან ერთებაში იგივე მექანიზმი. დღეს მოდით დავაზუსტოთ ზუსტად. ჩვენ დაგვჭირდება მაყურებელს. 100 ჯერ გჭირდება. დავუშვათ 100 ჯერ გჭირდება. ანუ ჩვენ შეიძლება ჩამოვაყალიბებ და ან დამეთანხმეთ ან არა.
ამერიკის ხელისუფლება, ამერიკის პრეზიდენტი დღეს იძლევა იმის უფლებას, თქვენი თქმით, რომ ამერიკიდან საქართველოს იყიდოს თავდაცვითი იარაღი, მაგრამ თითოეული კონკრეტული ფირმისგან თუ საქართველოს გადაწყვეტს იარაღის შესყიდვას, ეს უნდა შეუთანხმდეს პირადად პრეზიდენტ ობამას. ასეა? მიდასტურებთ? დიახ. ონთ კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებთ მექანიზმს. ეს იყო შეხვედრამდე. ანუ ამ გადაწყვეტილის მიღებიდან შეხვედრამდე. ჩვენ თუ დაგვჭირდება 100 სტინგერი, ჩვენ შეიძლება მოგცენ ნება, მაგრამ ჩვენ თუ დაგვჭირდება 100 აბრამსი, შეიძლება არ მოგცენ ნება. ანუ რაზეა ეს დამოკიდებული? ინდივიდუალურ კონკრეტულ სიტუაციაზე. მე ვერ წარმომიდგენია კანონი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად არა, ეს კანონზე არ არის, ეს არის ესეთი კანონი არ არსებობს. ეს კანონი არის. მაშინ რა კანონი მიიღო კონგრესმა, მითხარით? კონგრესის კანონის არსი რაშია მაშინ? ანუ ეს არის თავისებურება სამხედრო ბიუჯეტის შედგენის, ანუ კანონად იქცევა სამხედრო ბიუჯეტი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მუხლები. ერთ-ერთი მუხლი მისი დეკლარაციული ნაწილი იყო, რომ სენატი ეუნებოდა პრეზიდენტს, რომ თქვენ გააძლიერეთ საქართველოს სამხედრო პოტენციალი მისთვის იარაღის მიწოდების გზით და ეს ასახეთ ბიუჯეტში. ანუ პენტაგონი დათვლიდა რა რაოდენობის თანხები ქონდა მას, რომ საქართველოსთვის იარაღი ეყიდა და გადმოეცა და ეს იქნებოდა სავალდებულო. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა უარი, ანუ თქვა, რომ მე ბიუჯეტში ამას ვერ ავსახავ, იმიტომ თქვენ ჩემ პრეროგატივაში შემოდიხართ, მაგრამ მე გადავწყვიტავ, მე ან მივყიდი ან არა. ანუ სენატს უთხრა, სენატის წინამდე განახორციელა ნაბიჯი, რომ თქვენ რომ კარნახოთ, მე ავსახოთ ვარ. კონგრესი იყო და არა სენატი. კონგრესის წინამდე. დიახ, მაგრამ კონგრესის მიერ მიღებული კანონი რაში მდგომარეობს, მაშინ ეს ჩამოვაყალიბოთ. შესყიდვაზე არის თუ არა იარაღის საუბარი, არა გადაცემაზე, არამედ შესყიდვაზე. ეთქვა მე არასდროს გიხსნით. ანუ პოლიტიკოსებმა რომელმაც კონგრესში გადაწყვეტილა მიღეს შეთანხმება. კი ან არა გამეცით პასუხი, შესყიდვაზე არის კანონში საუბარი. კანონში ვერ იქნება. კანონში ვერ იქნება, ეს არის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება. კანონში არ აისახება. მაშინ, მაგრამ აქამდე მაშინ რატომ იყო პრობლემა იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუ ამის ასახვა კანონში არ არის აუცილებელი. აქამდე რატომ ვერ ახერხებდა საქართველოს და რატომ იყო მუდმივი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მოეცა ჩვენთვის იარაღის შესყიდვის უფლება და არა გადმოცემის. ეს არის ისეთი პრობლემატური, ანუ სახელმწიფოები, რომელიც არის ომის მდგომარეობაში თავის მეზობლებთან, მათთან იარაღის მიყიდვა ევროპაშიც და ამერიკაშიც, ეს არის ცალკეული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ კი ან არა, ამას კანონზე არ ჭირდება. დიახ, იმისთვის რომ გერმანიამ ან საფრანგეთმა ან ამერიკამ იარაღი მოგვაწოდოს, კონკრეტულად პოლიტიკოსებმა იმ დროს შექმნილი კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიძლება მოგცენ ნებართვა ან არ მოგცენ. ეს არის თავისუფალი ბაზარი. გვაძლევენ თუ არ გვაძლევენ? მე ახლა არ ვიცი მოთხოვნა არის თუ არა გერმანიის მიმართ, მაგრამ რა შეეხება საქართველოსა და ამერიკაზეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიახ, ის განაცხადი რაც გააკეთა ობამამ, რომ ის საქართველოს თავდაცვის პოტენციალის გაზრდის, ეს ნიშნავს, რომ შემუშავდება ისეთივე პროექტები, როგორც იყო წვნის დააღჭურვის, BCT-ის, როგორც იყო იროკეზის თავდაცვითი იარაღის შესყიდვაზე. ეს არის იარაღის მოტივი, ანუ შესყიდვაზე ვსაუბრობ. ეს არის თავისუფალი ბაზარი, ანუ ეს არ არის მე წავიდე და 3 კილო ტანკი ვიყიდო. არა, მე მესმის რომ იარაღის შესყიდვა არ არის თავისუფალი ბაზარი, მაგრამ თუ კი ეს ასე იოლი იყო და ანუ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული იარაღის, რომელიმე თავდაცვითი იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს შეეძლო მიემართა დაუშვათ ადმინისტრაციისთვის და მიეცათ ან არ მიეცათ. მაშინ რაღაც ითხოვდა ჩვენი ხელისუფლება. ანუ ეს პოლიტიკოსების მუდმივი საუბრის თემაა, მაგრამ აქამდე ვიღებდნენ კონკრეტულად მითხარით. ვის შეცვლას თუ ეს ასე იყო აქამდეც? არა, არაფრის შეცვლას ითხოვდნენ თავდაცვით შეიარაღებას, ანუ სავარაუდოდ შესყიდვაზე ვსაუბრობ. ხო, შესყიდვაზე იყო საუბარი. რა შეიცვალა? მაგას ვამბობ, ანუ აქამდე საქართველოს ხელისუფლება მე არ ვლაპარაკობ გადმოცემაზე, არამედ ითხოვდა კონკრეტულად მათთვის მიეცათ უფლება ამერიკიდან შეესყიდათ თავდაცვითი იარაღი. საქართველოს იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან, ამიტომ ამერიკელი პოლიტიკოსები უდგებიან სიფრთხილით საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. ისე როგორც ისრაელი ჩვენ გარკვეულ პერიოდში გვაწვდიდა იარაღს, მე შეგვიწყვიტა, ეხლა ისევე თანხმობა გვითხრა. ანუ ეს არის მუშა პროცესი. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკოსების, კონკრეტული ვითარებების დამთხევა იძლევა წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში. კონგრესის მიერ მიღებულმა კანონმა ამ ხრივ რამე შეცვალა თუ არა, გაგვიოლდა ჩვენ შესყიდვა, შესყიდვა გაგვიოლდა. დიახ, პოლიტიკური ნება. მაგრამ თქვენ საუბრობთ რომ იქ გადმოცემაზე იყო იარაღის ბატონო გიორგი. დიახ, ეს ორი სხვადასხვა მომენტია, ანუ ხო და მე შესყიდვაზე გელაპარაკებით. რა კი გადმოცემაზე კონგრესმა მიცა თანხმობა, ეს ირიბად ნიშნავს, რომ კონგრესი ირიბად ნიშნავს. პირდაპირ ანუ შესყიდვა არის პროცესი, ანუ გაიოლდა თუ არა ჩვენთვის დღეს შესყიდვა და რატომ თქო ამას გეკითხებით? დიახ, მე გიხსენით რომ პოლიტიკური ნება არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკოსებში, რომ საქართველოს შეიძლება მიყიდოთ იარაღი. რაზე დაყრდნობით ამბობს თამას? სენატ კონგრესის მიღებულ კანონ პროექტის შესაბამისად, ანუ პოლიტიკოსებმა სადაც გადმოცემაზე საუბარ და არა შესყიდვაზე. იქ პროცესისა მიდის კამათის ხო, მაგრამ ეს იმისთვის რომ გადმოგცეს ჯერ უნდა იყიდოს, ხო? ანუ თუ არ იყიდის, არა, საქართველოს მიერ შესყიდვაზე. ან მაშინ უფრო მექანიზმს აგიხსნით, უფრო დაწვრილებით. წვნის დააღჭურვის პროგრამაში ჩვენ გამოგვიყვეს $75 მილიონი, მაგრამ იმის გამო რომ არ იყო პოლიტიკური ნება,
ამერიკელებმა თავისივე ფულით ჩვენთვის იარაღი ვერ იყიდეს ამერიკაში და იყიდეს რუსეთისგან. უბრალოდ რუსულ საბჭოთა ყოფილი იარაღი უკრაინისგან თუ არ ვწდები და გადმოგვცეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები. ამ შემთხვევაში მათ ვერ იყიდეს რომ გადმოეცათ. ამ შემთხვევაში გაყიდვის ნებართვას, პოლიტიკური ნებართვა არსებობს ბუნებაში, ადმინისტრაციას მიცეს უფლება ამერიკელმა პოლიტიკოსებმა რომ იყიდე, მიეცი. და როგორც თუ ამ კანონში მხოლოდ გადმოცემაზეა საუბარი და არა შესყიდვაზე, მე პირდაპირ შესყიდვაზე ვსაუბრობ, ბატონო გიორგი, თქვენ ისევ გადმოცემას ეხებით. მომისმენთ. იმისთვის რომ გადმოცემა უნდა იყიდო, იყიდვის. მათ უნდა იყიდონ? თუ გადმოცემაზე ლაპარაკი კი? არა, მე შესყიდვაზე გელაპარაკებ. პირდაპირ ქართული მხარის მიერ ამერიკის რომელიმე კერძო შესყიდვაზე რა მნიშვნელობა? ეს არის კიდე ხარ თავისუფალი ბაზარი, ეს არის მაღაზიაში შედიხარ და კიდულობ. გეთანხმებით, სწორედ ამას გელაპარაკებთ, რომ ეს არ არის თავისუფალი ბაზარი. აკი რომ ვიყიდო მე ამერიკა. ამიტომ მჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. დიახ, ესეთ გადაწყვეტილება მიღებულია. ანუ ზოგადად თანხმობა არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი თავდგირიძე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად დავბრუნდებით. მენთ ეკაბერძის რადიოსად სანდრო თვალჭრელიძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო სანდრო, მოგესალმებით. გამარჯობათ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ. ანუ ბრძანების თანახმად მე უბრალოდ მინდა მაყურებელს მოკლედ წავუკითხო შინაარსი ამ კანონის. კომერციული ბანკები ვალდებული ხდებიან გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციერი მესაკუთრემ პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. თუ კლიენტი წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები. მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთი საქმიანი ურთიერთობის დამყარების უფლება. მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად. განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. პოლიტიკურად აქტიურ პირთა ჩამონათვალი ბატონო სანდრო არის ძალიან ვრცელი. მე უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გარდა ამ პირებისა, ანუ ეს შეზღუდვები ეხებათ მათი ოჯახის წევრებს. აგრეთვე მათთან უშუალო საქმიან კონტაქტში მყოფ პირებს. პირი პოლიტიკურ აქტიურ პირად ასევე ითვლება ზემოაღნიშნული, ანუ ჩამონათვალში არის სხვადასხვა თანამდებობები აღნიშნული, ასევე პოლიტიკური პარტიების აქტიურ წევრებს ეხებათ ყოველივე ეს თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში კიდევ. თუმცა ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს შეზღუდვები არ არის ახალი და ჩამონათვალს მხოლოდ და მხოლოდ დაემატა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ანუ აღმოჩნდა, რომ ეს შეზღუდვები დაუშვათ 1 წლის წინაც ვრცელდებოდა პოლიტიკურად აქტიურ პირებზე. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად არის კავშირში შეზღუდვები და ეს დანამატი, ანუ რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ, კავშირში ქვეყანას შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და ასევე პერსონებთან. რასაკვირველია, პირდაპირ კავშირშია, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ეს არის რაღაც ორხრივად ბასრი ხმალი. იმიტომ რომ, ну მაგალითად, თუ ასეთ განმარტებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავავრცელებთ, მაშინ ყველა შემოსული უცხოეთიდან ინვესტიცია არის პოლიტიკურად აქტიური პირის მიერ განხორციელებელი. მაგალითად, ყველა ინვესტიცია თურქეთიდან. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თურქეთის ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული პირადი კონტაქტებით მთავრობის უმაღლეს ეშელონებთან. აქ ჩვენ ალბათ პასუხი უნდა გავცეთ ასეთ კითხვას, რა ტიპის საზოგადოება გვინდა ავაშენოთ. ვაშენებთ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას, თუ ვაშენებთ ჩვენ აი ტიპიურ პოსტსაბჭოთა რაღაცნაირად ოლიგარქული ტიპის მმართველობას და უპასუხოთ იმ კითხვას, რა გვირჩევნია ჩვენ თავისუფლება თუ უსაფრთხოება. რასაკვირველი უსაფრთხოება არ არსებობს 100%-იანი, 100%-იანი თავისუფლებაც არ არსებობს, მაგრამ ნუ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შესაბამისი შეფარდება, ფარდობა ამ ორ ცნებას შორის ნამდვილად მონახეს. თუ გადავხედავთ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება ძალიან პრესტიჟულად, რაც უფრო მეტ სახლებს მოიზიდავს თუ ეს კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში და საერთოდ კანდიდატების რეიტინგი ზუსტად ამ მოზიდული თანხების საშუალებით ხდება. აქ ჩვენ გვინდა რომ სახსრების შემოტანის საშუალება დაუკარგოთ ყველა პოლიტიკურად აქტიურ დაჯგუფებას. ანუ არის თუ არა დისკრიმინაციული ეს კანონი? ეს კანონი არის პირველად ყოვლისა არის უსამართლო. უსამართლო. მე თუ მომწონს არ ვიცი, მაშინ
თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თავის დროზე ვარდების რევოლუცია ზუსტად პოლიტიკურად აქტიურმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააფინანსეს. მე მხედველობაში მყავს ჯორჯ სოროსი. არა? რომ არ ყოფილიყო უცხო ქვეყნის მოქალაქის აქტიურობა და რომ ჩატარებულიყო მონიტორინგი, ნუ ეს ჩელენჯი, ეს გამოწვევა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ აგერ უკვე 8 წელია, ჩვენ არ გვექნებოდა და ისევ დავრჩებოდეთ რაღაცა ესეთ ჩაბნელებულ საქართველოში. ასე რომ მე მეჩვენება რომ ეს უპირველეს ყოვლისა უსამართლოა. მეორეს მხრივ ისევ აი ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი, რა გვინდა ჩვენ ოლიგარქული რაღაც მართლობა თუ მართლა თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები. თუ დემოკრატიული არჩევნები გვინდა, თუ გვინდა ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა ამ არჩევნების ნორმალური მონიტორინგისა, ამას სჭირდება შესაბამისი სახსრები. ბატონო სანდრო, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ ფინანსურ შეზღუდვებთან დაკავშირებით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი იმ ფინანსური შეზღუდვების, რომელიც სხვადასხვა კანონის მეშვეობით, ძირითადად პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მეშვეობით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკაში, როდესაც შემოდის დიდი ფინანსების მქონე პირი, რატომაც არა შესაძლებელია ასეთი შეზღუდვები, იმისთვის რომ ბალანსი რაღაცნაირად ფინანსური იყოს დაცული. და მან თქვა სხვათა შორის, რომ ამ მხრივ საქართველოს არ არის გამონაკლისი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ განვითარებული ან თუნდაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში მართლაც თუ არსებობს ასეთი მაგალითი, როდესაც ფინანსური შეზღუდვები წესდება, თუ დაუშვათ პოლიტიკაში მიდის დიდი ფინანსების მქონე პიროვნება. ამერიკაში ნამდვილად ვიცი, რომ ასეთი რამ არ ხდება. არა მარტო ამერიკაში, ასეთი შეზღუდვები რეალურად არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში. ნუ უპირველეს ყოვლისა არ არსებობს შეზღუდვა, რომ ბიზნესმა საქმიანმა საზოგადოებამ დააფინანსოს საარჩევნო კამპანია. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ წინა საპარლამენტო არჩევნები ზუსტად ასეთი დაფინანსების ბაირაღის ქვეშ მიმდინარეობდა. ვნახოთ უბრალოდ ციფრები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის დეპარტამენტში ციფრები არსებობს, რამდენი სახსრები მოიზიდა ვთქვათ ნაციონალურმა მოძრაობამ და რამდენი სახსრები მოიზიდა მთლიანად ყველა ჯამურად, კრებსითად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. ნუ პასუხი ნათელი იქნება. ნუ ეხლა როცა გაჩნდა შესაძლებლობა რომ ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი სახსრები ჰქონდეს, გაჩნდა შიშის სინდრომი. მე მეჩვენება რომ ეს ღონისძიებები თავისას ვერ გაიტანს, იმიტომ რომ ნუ არსებობს ფულის შემოტანის მრავალი გზები, გინდათ საქართველოში და ფულის მობილიზაციის მრავალი გზები, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონიერი ქურდები ყველანი ციხეში სხედავთ, მაგრამ აი ეს ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან მათი დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ტოლფასია. ამ სტატისტიკა გაკეთდა. მარტო კანონიერი ქურდების და ისე დაახლოებით 3-4 მილიარდი ყოველწლიურად შემოდის საქართველოში. ასე რომ შეზღუდვები, როგორც არ უნდა დააწესოთ, შეიძლება მრავალი არაპოლიტიკურად აქტიური პიროვნებების მეშვეობით მოხდეს ამ თანხის შემოდგენა. ანუ პრაქტიკულად ამით ვერ მოხერხდება იმ ბიზნეს მიღწევა, რომელიც შეიძლება იყოს мотиваცია ასეთ კანონების მიღების. ყოველ ჭურს აქვს თავისი ჯავშანი. არ შემიძლია არ შევეხო გუშინდელ შეხვედრა საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში დასახელდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ABC ABC News-ი, რომელიც გამოეხმაურა ამ შეხვედრას, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე საუბრის დაწყება ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მიერ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეშვება მისცა ბიძგი. რამდენად ეთანხმებით? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეულწილად ვაჭრობის საგანი, როდესაც საქართველოს თხოვდნენ მიეცა რუსეთისთვის საშუალება გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ნუ რასაკვირველი ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი და არა ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა ეს იყო. უბრალოდ თუ თქვენ დააკვირდებით აი ამ 20 წლიან ისტორიას ურთიერთობებისა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მთავრობაში, რა, ეს კონტაქტები სულ უფრო და უფრო ახლო ხდება. და საქართველოს ნელ-ნელა იძენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის ფუნქციას.
თავის დროზე საქართველოში არავით არის სახელმწიფოც არ არსებობდა, ამერიკის შეერთებული შტატებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა საქართველოში საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ეხლა როცა სახელმწიფო არსებობს, უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტას გადაეტანათ ურთიერთობებს სხვა დონეზე და ნელ-ნელა გახადოს საქართველო თანასწორ უფლებიან პარტნიორად. ვიმეორებ, ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველანი ჩვენთაგანის გამარჯვება, თქვენი, ჩემი, აქ სტუდიაში მყოფთე და ქუჩაში მყოფი ყველა ადამიანის დამსახურება, ეს არის ჩვენი თავმოყვარეობის დამსახურება და ასე შემდეგ. სულ სხვა არის თუ აი ამ გამოწვევას და ამ შესაძლებლობას როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბიზნეს ელიტა. რამდენად არის საერთოდ საქართველოს ეკონომიკა მზად ამისთვის? ნებისმიერი ადამიანი თუ კი ის გამჭრიახია, ამისთვის მზად არის, მაგრამ მოგიტყვათ მაგალითს. უკვე მრავალი წელი არსებობს გაერთიანება, რომელსაც NAFTA ქვია, რა. ეს არის კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის უბაჟო ეკონომიკური კავშირები. საბაჟო მექსიკის საზღვარზე და კანადის საზღვარზე არ არსებობს, რა. ხო და კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, თუნდაც ნავთობის იმპორტისთვის და ასე შემდეგ და მექსიკას რაღაც დიდი ეკონომიკური განვითარება მაინც და მაინც არ ეთყობა. ასე რომ შესაძლებლობა ძალიან კარგია. შენი საარსებო ეკონომიკური სივრცე იცვლება, შენ გემატება ძალიან ბევრი ეკონომიკური ინსტრუმენტი, მაგრამ ამას გამოყენება ჭირდება. ამას კი ჭირდება ძალიან პროფესიული და კარგი სამთავრობო ეკონომიკური გუნდი. და კონკრეტული წინსვლა რაც შეიძლება მოხდეს დღევანდელ ვითარებაში ამ სამთავრობო ეკონომიკური გუნდის პირობებში შეთანხმების შედეგად. მე არ მგონია რომ თუ ესეც ეს შეთანხმებაც შეიძლება დარჩეს და უშუალოდ მხოლოდ ფასადურ პიარად და პრაქტიკაში არ მისცეს სარგებელი საქართველოს ეკონომიკას. აი ნახოთ ჩვენ რაში გამოიხატება საერთოდ აი ამ შეთანხმების შედეგები წესით? წესით გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად იხსნება კვოტები იმპორტირებულ საქონელზე, პრაქტიკულად და საქართველოს შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი დაეფქოს. ჩვენ გვაქვს. მაგრამ რითი? რა შევთავაზოთ? არა ღვინით და არა მინერალური წყლით ნამდვილად. მაგრამ საქართველოში ახლა მკეთდება მაღალ ტექნოლოგიური პროდუქცია, თუნდაც ეს პოლისპედი, სხვა ტექნოლოგიები არსებობს, კომპიუტერები იწყობა და რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ჩინეთს ჩაწავართვათ რაღაც ბაზრის წილი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კომპიუტერების 99% ზუსტად ჩინეთში იწყობა ახლა და ხარისხიც მოგეხსენებათ როგორი არის ამ ნაწარმისა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ნორმალური პროფესიული ქმედება ჭირდება, მას ჭირდება შესაბამისი ლობი, მაღალ პროფესიულ ეკონომიკური გუნდის სახით. ნუ ჩვენ ასეთი ლობისტი უნდა ყავდეს, ისეთი დონის, როგორიც არის მაგალითად პოლ კრიუმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ დიდი ხანია უკვე ვართ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ ჩვენი კვოტები ფაქტიურად გამოუყენებელი გვაქვს. აი არაფერს არ გვაძლევს გარდა იმისა, რომ ქართული პროდუქცია შიდა ბაზარზე წალეკა იმპორტირებულმა პროდუქციამ. სხვა არაფერი სიკეთე ამას არ მოუტანია. ჩვენ შესაძლებლობებს ნამდვილად ვერ ვიყენებთ. მაგრამ იქნება თუ არა თავისთავად შეთანხმება მაინც გარკვეული სტიმული იმისთვის, რომ პრაქტიკაშიც მოხდეს ამის გამოყენება. ნუ ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოიქცევ კიდევ ერთხელ პრაქტიკაზე სტიმული რასაკვირველია არის ეს არის შესაძლებლობა ეს არის ეკონომიკური სივრცის გაზრდა მაგრამ მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ჩვენები გამოიყენებენ იმ ინსტრუმენტებს რომელიც ამაში გამოსაყენებელია მე ვლაპარაკობ ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ მერკანტილურ ბირჟაზე არა ნიმექსზე აი ამ ინსტრუმენტების გამოყენებაზე ფიუჩერსული კონტრაქტების და
მზადებაზე, საერთოდ საბანკო სექტორის გატანაზე, ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ბიზნესების კაპიტალიზაციაზე რა აი ამ კომპონენტში ჩვენ ნახდათ ჩამორჩები და არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიული ცოდნაც არ გაგვაჩნია ნორმალური ამ მიმართულებით. აი ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყველაზე უფრო დიდი ხარვეზი. ძალიან დიდი მადლობა. სანდრო თვალწრელიძე იყო ჩვენი სტუმარი. ამით გემშვიდობებით 10 საათამდე, 10 საათზე ლელა ფირალიშვილი იქნება პირდაპირ საუბრის სტუმარი. დროებით.